მთავარი თემა გვაქვს ძალიან საინტერესო, რომელიც კონკრეტულად მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ ადამიანებს აინტერესებთ განსაკუთრებით და ავარიული სახლის რეაბილიტაციაზე მოგიგიხრობთ, რომელიც უკვე დასრულდა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლში ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენდა და საჭიროებდა სრულ რეაბილიტაციას. მთაწმინდის გამგეობამ გამაგრებითი სამუშაოების პარალელურად სახლის სრული რეაბილიტაცია მოახდინა და 15 ოჯახი ახლა უკვე განახლებულ რეაბილიტირებულ სახლში ცხოვრებას აგრძელებს უსაფრთხოდ, რაც ყველაზე მთავარია. ამ პროექტის შესახებ დეტალურად ჩვენი ჟურნალისტი ქეთი ილურიძე მოგვიყვება ახლა და მას ვუსმენთ დიდი ყურადღებით. ქეთი, მოგესალმებით. დღემშვიდობისა. კიდევ ერთ ისტორიულ შენობას დაუბრუნდა ახალი სიცოცხლე, მოგესალმებით. დიახ, მთაწმინდის რაიონში ალექსანდრე გრიბოედოვის ნომერ 16-ში ვიმყოფები და აი ეს სახლი, რომელსაც ახლა თქვენს კადრში დაინახავთ, თითქმის საუკუნის ისტორიას რომ ინახავს, დროთა განმავლობაში დაინგრა, შეილახა მისი განსაკუთრებული სილამაზე და ისტორია, რომელიც მართლაც დეტალებში იყო გამოხატული, ნაგებობის არქიტექტურა გულგრილს არავის ტოვებდა და დადგა კაპიტალური გამაგრების საჭიროების წინაშე. პროექტი დაიწყო და განხორციელდა ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. სამუშაოების შედეგად გამაგრდა შენობის საძირკველიც, განახლდა როგორც ხედავთ თქვენ ფასადიც, აღდგა აივნები, შუშაბანდები და შენობას მხატვრულ არქიტექტურული განათებაც დაემატა. აი აქ ღამე, როდესაც ჩაილვით, აი ამას ნათლად დაინახავთ. რა სამუშაოები ჩატარდა და რამდენად რთული იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მუშაობა, ამაზე ახლა თავად მთაწმინდის რაიონის გამგებელს დავით კირკიტაძეს გავესაუბრებით. მოგესალმებით, ბატონო დავით. მოგესალმებით. ნიშნულოვანი კიდევ ერთი პროექტი განხორციელდა. რთული იყო თუ არა ძეგლზე მუშაობა და როგორ დააგხვდათ ეს შენობა სამუშაოების დასაწყისში? ძეგლზე მუშაობა რთული არ იყო, იმიტომ რომ მოსახლეობა მაქსიმალურად ხელი შეგვიწყო აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. მოგეხსენებათ, ეს არის დაახლოებით 100 წელზე უფრო დიდი ხნის სახლი, საკმაოდ სავალალო მდგომარეობაში იყო და ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ დაგვედგინა ის ავთენტური სახე აგვედგინა, რომელიც მას ამ ასე ვთქვათ, წარსულში ჰქონდა. ჩვენ ერთია სამუშაოების შესრულება და მეორეა რომ ეს იერსახე არ დაიკარგოს, ხო, ძეგლზე მუშაობა. ბინათ მესაკუთრე ამხანაგობის ფარგლებში პროგრამის, ანუ ჩვენს რაიონში მთავარი არის, რომ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლებზე, როდესაც ხდება მუშაობა, ჩვენ ვცდილობთ, რომ ავთენტური იერსახე დავუბრუნოთ იმ სახლებს, რომელიც ეს ადრე იყო, იმიტომ რომ ეს ჩვენი მარგალიტი არის, ჩვენი ქალაქის ძალიან ბევრი სახლი გვაქვს ჩვენ რაიონში, რომელიც არის ასე ვთქვათ, ამ სტატუსის მატარებელი და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენმა გამგეობამ და მერიამ მოახდინა, ასე ვთქვათ, ამ სტატუსის მქონე სახლების აღდგენა და მათი ავთენტური იერსახის დაბრუნება. აქ უნდა ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია მოსახლეობის ჩართულობა ამ კონკრეტულ პროექტში და ესე ვთქვათ, ამ ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის ფარგლებში, იმიტომ რომ მათ გარეშე წარმოუდგენელია ესეთი პროექტების განხორციელება, რადგანაც ესე ვთქვათ, მათი თანხმობის გარეშე და 100%-იანი მზაობის გარეშე ჩვენ ვერ შევდივარ და ვერ ვახდენთ სახლების რეაბილიტაციას და ეხლა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პირდაპირ ერთ-ერთი ვთხოვ მოსახლეობას, როდესაც ჩვენ ისინი მოგმართავენ, ესე ვთქვათ, წერილობით ან როდესაც მოდიან ჩვენთან შეხვედრაზე, რომ საუბა იყოს მათში შიგნით, რომ 100%-იანი ხელმოწერები ჭირდება, ამხანაგობა უნდა არსებობდეს და ჩვენ მერე ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ და გავაკეთოთ, ესე ვთქვათ, აღნიშნული სტატუსის მქონე სახლი. ბატონო დავით, დაწყებული ასევე თბილისის მერის ინიციატივით ავარიული სახლების შანაცვლების პროგრამა. ხო, აი უფრო კონკრეტულად ამ პროგრამის ფარგლებში რა სამუშაოები მიმდინარეობს ხოლმე, როგორ ხდება შერჩევა და ამ შემთხვევაშიც რამდენად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა? კი ბატონო, გეტყვით, ეხლა ნახეთ ეს პროგრამა ახალი არის, წელს დაიწყო. ეს ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა იყო, მაგრამ ეს არ ეხებოდა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე არეალის, ანუ რაიონებს. ეს არის ჩვენი რაიონი, რწანისის, ჩუღურეთის ნაწილი, ისნის ნაწილი, ანუ სადაც ეს ძველი სტატუსის მქონე სახლები არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის. ეხლა, როდესაც დაიწყო ეს პროექტი, ჩვენ ანუ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოსახლეობასთან ესე ვთქვათ, შევკრათ აღნიშნული მისამართებზე, ესე ვთქვათ, ეს кейსები და მოვახდინოთ შემდეგ ამის დამუშავება, შემდეგ მივაწოდოთ თბილისის განვითარების ფონდს და შემდეგ ხდება ანუ მოსახლეობის მხრიდან უნდა მოხდეს აღნიშნული სახლების შეფასება სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის, რამდენად ავარიული არის, შემდეგ ხდება შეფასება ასევე ამ სახლების ფასი რა არის კვადრატულობის და ამის შემდეგ, როდესაც
ანუ იქაც 100%-იანი თანხმობა უნდა იყოს. შემდეგ ეს ყველაფერი იგზავნება მერიაში და მერია უკვე იღებს გადაწყვეტილებას და ხდება ამ სახლების გამოსყიდვა და ესე ვთქვათ მოსახლეობაზე ამ თანხის გადაცემა. რაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ინვესტორებისთვის ეს ძალიან რთულია მოსახლეობასთან მოლაპარაკება და ჩვენ მეტნაკლებად ესე ვთქვათ მუნიციპალიტეტს და მერიას გვიადვილდება ამ ხალხთან საუბარი, იმიტომ რომ ამ ადამიანებთან ხშირი კომუნიკაცია და კონტაქტი გვაქვს არა მარტო ამ თემებზე, არამედ სხვა თემებზედაც ხშირად გვიწევს. ჩვენ მათთან ურთიერთობა დობის ფაქტორით საკმაოდ დიდი არის სახელმწიფოს მიმართ და ჩვენ ამ ყველაფერს ვამუშავებთ, შემდეგ გადავცემთ და ანუ საპილოტეთ ახლა რამოდენიმე პროექტი გვაქვს დაწყებული და იმედიანი ბოლომდე გავიყვანთ ამ ყველაფერს. აი ზოგადი მდგომარეობა და სტატისტიკა მთაწმინდის რაიონში როგორია, რამდენი ავარიული სახლია და ძალიან ბევრია, ესეც უნდა აღვნიშნოთ აქ ძეგლის მქონე სახლები. სტატისტიკა შეიძლება ითქვას ახლა სადაც ჩვენ ვდგევართ ახლა ამ ადგილას კონკრეტულად შეგიძლიათ რომ გავიხედოთ მარჯვნივ და მარცხნივ ძალიან ბევრი ესე ვთქვათ. ის ყველა სახლი მე მგონი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. ძეგლია აქ 80% რაც არის და ასევე ჩვენს რაიონში და ავარიულობის ნაწილში რაც შეეხება ეს სახლები უმეტესობა არ არის ჩვენ რაიონში სახლის ალბათ 90%, რომელიც 100 წელზე ნაკლების არის მოგეხსენება და ამ სახლებს ყველა სჭირდება ესე ვთქვათ რეაბილიტაცია და გამაგრება და ესე ვთქვათ აღდგენა. ასევე თბილისის განვითარების ფონდი აღდგენს ჩვენს რაიონში სახლების გამაგრებას და რაც ყველაზე მთავარია ასევე კმაყოფილი არის ეს ადამიანები რომლებიც სარგებლობენ უკვე ამ თბილისის განვითარების ფონდის ესე ვთქვათ პროგრამით. გამაგრების ნაწილი ეს სახლები მოგეხსენებათ ყველა ძველია და ყველა ავარიულია. აი ამ შემთხვევაშიც მოხდა სრულად გამაგრება, ხო, საძირკველს და 15 ოჯახი ცხოვრობდა, რომელიც 15 ოჯახი ცხოვრობს კონკრეტულად. საცხოვრებელი ყოფა გაუმჯობესდა. ბატონო, 15 ოჯახი ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე და კონკრეტულად ამ პროგრამის ფარგლებში მოხდა ამ სახლის ესე ვთქვათ ავარიულობის მდგომარეობიდან მეოთხე კატეგორიის ნაწილი იყო გარკვეული მესამე და მეოთხე კატეგორიის, ანუ ეს ავარიულობა 100%-ით მოიხსნა, შეიძლება ითქვას და დაუბრუნდა ძველი ავთენტური იერსახე. ჩვენ გამგეობა შიგნიდან ვერ ვახდენთ და ანუ კანონის მიხედვით არ გვაქვს უფლება რომ შიდა რემონტები გავაკეთოთ, მაგრამ ფაქტიურად ორჯერ და სამჯერ იზრდება უკვე ამ სახლის ფასი, იმიტომ რომ ავარიული სახლი ესე ვთქვათ, როგორც ესე ვთქვათ თვალსაზრისით, იმიტომ რომ შემდეგ გასხვისდეს ან ვინმე მივიდეს, ბევრად ნაკლები, ამის შემდეგ უკვე ბევრად მაღალი ფასი არის და ძვირდება და ესეც უკვე სახელმწიფოს პლუსი და დახმარება არის იმ ადამიანების მიმართ, რომელსაც არ შეეძლო ამის გაკეთება და სახელმწიფო თავიდან ბოლომდე ესე ვთქვათ 100% დააფინანსა აღნიშნული სახლის გამაგრება და ესე ვთქვათ კეთილმოწყობა გარედან. აუცილებლად მინდა გკითხოთ, რომ თქვენ მხრივ გამგეობა ჩართულია სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ხო, აი, მთაწმინდის რაიონში რამდენად მნიშვნელოვანია გამწვანებითი პროექტები და ამ მიმართულებით უმუშაობთ, იგივე სკვერები, ბაღების მოწყობა. კი, სკვერები სამწუხაროდ ძალიან ბევრი არ გვაქვს, იმიტომ რომ ფიზიკურად არ არის ჩვენ რაიონში ისეთი დიდი ადგილები, სადაც დიდი და მასიური სკვერების მოწყობა შეიძლება იყოს, მაგრამ ძალიან ისეთი ძალიან კარგი და ლამაზი სკვერები გვაქვს, შეიძლება ითქვას სულხან-საბას სკვერი, ისე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ტელაც ბაღის სოლაკში, რომელიც ეხლა გავაკეთეთ, ვოდროპების სკვერი, ამას გარდა ძალიან ბევრი სპორტული, ისე ვთქვათ მოედნები გვაქვს ჩვენ რაიონში, ის შეძლების დაგვარად რაც არის, ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ასევე სპორტულ ღონისძიებებს, შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისე ვთქვათ აქტიობა გეგმა ჩვენც და მერიაც და მოსახლეობის მხრიდანაც ძალიან ბევრი ინიციატივა შემოდის, რომ რაღაცა სპორტული აქტივობები გავაკეთოთ და ანუ მოხდეს და ეხლა მოგეხსენებათ რამოდენიმე თვის წინ გაიხსნა ჩვენ რაიონში კონკრეტულად ტაბახმევაში მულტიფუნქციური მოედანი, რომელიც 5 მილიონი დაჯდა რა. მაგრამ აქ იყო ყველაზე მთავარი, რომ ფიზიკურად არ არის ჩვენ რაიონში, რომ ეს ამხელა ტერიტორია და გაკეთა ტაბახმევაში და ვიქაც ესე ვთქვათ ყოველდღიურად წერილები შემოდის, რომ ვათხოვეთ, მოგვაქირავეთ, ასე შემდეგ და გაამართლა ასე ვთქვათ ამ პროექტი. ძალიან დიდი მადლობა, მე წარმატებას გისურვებთ. მოკლედ ასე კიდევ ერთი ისტორიული მნიშვნელობის სახლი განახლდა და ეს ძველი თბილისის უბნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების ესეთ ყოფნა და აი ასეთ რეჟიმში გადასვლა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მთაწმინდის რაიონის გამგეობა განაგრძობს ისტორიულ სახლებზე მუშაობას და ჩვენ შემდეგ უკვე რეაბილიტირებულ სახლებს კიდევ ვიხილავთ. დიდი მადლობა ქეთი, რაც მეც ვიხილავთ მით უკეთესი და ახლა ველოდებით დღევანდელი დღის მოსაღამოებას, რომ ეს განათება, რაც ვნახეთ უკვე კაცში ლამაზად დააინთოს და ჩემუბანში მობრძანდით ბატონო და ასეთი სილამაზე უკვე დაგხვდება. ძალიან ლამაზობაში ცხოვრობ, გიდასტურებთ აბსოლუტურად, აქ ყოფი ყველა და დარწმუნებული ვარ ტელემაყურებელიც დაგიდასტურებთ. ვივა მთაწმინდა. კი ბატონო, თანხმებით გადაცემას